პარმის სამეფო თეატრში ზაქარია ფალიაშვილის აბესალომ და ეთერი ქართულად პირველად წარუდგინეს უცხოელ მსმენელს. ეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რიგით მესამე საერთაშორისო პრემიერა იყო იტალიაში, სადაც ქართულმა საოპერო მუსიკამ მორიგი აღიარება მოიპოვა. პარმა ჯუზეპე ვერდის ქალაქია. როგორც ამბობენ, მუსიკა აქ ჰაერშიც ტრიალებს. სწორედ ამიტომ პარმის მაყურებელი დღემდე ყველაზე მკაცრ მსმენელად მიიჩნევა იტალიაში. ადგილი, სადაც ნამდვილი ხელოვნება გამოცდას აბარებს, თეატრო რეჯო დი პარმას თეატრია. 197 წლის ისტორიის მქონე პარმის სამეფო თეატრი ქართული ოპერის რიგით მესამე საერთაშორისო პრემიერის მასპინძელია. აბესალომ და ეთერი ვერდის სამშობლოში ქართულად პირველად გაჟღერდა და როგორც კოტე მარჯანიშვილმა 107 წლის წინ იწინასწარმეტყველა ხელოვნების ნამდვილ დღესასწაულად ქართული კულტურის გამარჯვებისა და ევროპისკენ სარკმლის სიმბოლოდ იქცა. საოცარი საღამო იყო პარმის ოპერის თეატრში. მადლობა მინდა იტალიის მხარეს უთხრა, იმიტომ რომ შევძელით ერთად, რომ პარმაში არაჩვეულებრივ იტალიელ მაყურებელს, რომელმაც ისეთ თბილად მიიღო ჩვენი სახელმწიფო ოპერა, რომ მათ წინაშე წარგვედგინა ქართული ოპერა და ეს არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ პარმის ოპერა არის ჯუზეპე ვერდისთან დაკავშირებული და აქ იმართება უდიდესი ფესტივალი ვერდის სახელობის და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია საოპერო ხელოვნებაში. ამიტომ აქ წარდგენა კიდევ სულ სხვა ხარისხში აჩვენებს ჩვენ ხელოვნებას და კულტურას. შემადგენლობა იყო ბრწყინვალე, გუნდი, ორკესტრი, მაესტრო პირველ რიგში და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ფალიაშვილმა თავის სიტყვა თქვა იტალიაში კიდევ ერთხელ. წარმატებით ჩაიარა პუბლიკა, მსმენელი ამხელა ენთუზიაზმით მიიღო ჩვენი მუსიკა, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ რაც შეიძლება მეტი ის საშუალებები უნდა შევქმნათ, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ქართული ოპერის გატანა, რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში. პარმაში სამეფო თეატრის სცენაზე წარმოდგენილი ქართული საოპერო მუსიკა და ეროვნული ცეკვა საქართველოს მდიდარ კულტურულ ტრადიციებს, აქამდე უცნობი ხელოვნების მრავალფეროვნებას აცნობდა დარბაზში მყოფ მსმენელს. განსაკუთრებული იყო ეს დღე იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვისაც. 26 წელია ემიგრაციაში ვცხოვრობ. ფაქტურად ჩემი შვილი 7 წლის იყო აქ რომ ჩამოვედით საცხოვრებლად. ყველაფერი ქართული ჩვენთვის ძალიან ემოციურია. განსაკუთრებით ოპერა. დღეს ვარ სავსე ემოციით, ბედნიერი ამ ყველაფრით და უღრმესი მადლობა აი ამ დიდი სიხარულისთვის, რაც მოგვანიჭა დღევანდელმა საღამომ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი, იტალიელი მუსიკოსების ორკესტრი და ფლორენციაში არსებული ქართული ცეკვის ანსამბლი მამული, ისევე როგორც მთელი საოპერო სპექტაკლის განმავლობაში მაყურებელმა უწყვეტი ტაშით დააჯილდოვა. ძალიან რთულია იმ ემოციების ესე ორი სიტყვით გადმოცემა, რაც ყველამ ჩვენ აქ ერთად განვიცადეთ. იმიტომ რომ ეს იყო, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისგებლობა, ხო? და იყო ნამდვილად დიდი ისტორია, რომელიც ყველა ჩვენთაგანმა ერთად დავწერეთ. და ეხლა იყო ძალიან დიდი ბედნიერება, რომ ჩემთვის ქართული ენით, ასე ვთქვათ, მემღერა იტალიელი და უცხოელი მაყურებლის წინაშე. ეს ძალიან ბედნიერი იყო მაყურებელი, რაც ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილად დასტურია იმისა, რომ შედგა დღეს ქართული კულტურის გამარჯვება. ის რაც მოვისმინეთ, ნამდვილად შესანიშნავი იყო და მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს საოპერო სპექტაკლი, პირველ რიგში ქართულ კულტურასა და მის მდიდარ ტრადიციებზე. მადლობა ამ ყველაფრის გაზიარებისთვის პარმაში. ქართული კულტურის აღმოსაჩენად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი უცხოელ მაყურებელს კიდევ ერთ წარმატებულ მომდევნო საერთაშორისო პრემიერამდე დაემშვიდობა. საქართველოს გაუმარ